ქეთევანმა ითხოვა ლოცვის ნება მიეცათ. უარი ვეღარ შეუბედეს ყიზილბაშებმა. მხურვალე ლოცვის შემდეგ თვითონ მივიდა ცეცხლთან და ჯალათებს ანიშნა ზადვარო. ენით აღუწერელი სისასტიკით აწამეს იგი. გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, მკერდი მარწუხებით დაუწყულეს, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. ქეთევანი არ ტიროდა, არც კვნესოდა, მხოლოდ ჩუმად ლოცულობდა და ბოლო სიტყვა, რომელიც იქ მდგომებმა გაიგონეს, შვილო წამოუყვირია დედოფალს. და არავინ იცის ვინ გაახსენდა სიკვდილ სიცოცხლის გზაგასაყარზე საქართველოს დედას, ბედგამწარებული თეიმურაზ მეფე, მისი შვილები თუ საქართველო.